მდინარე რიონი რაჭიდან მოედინება, გაივლის ლეჩხუმს და იმერეთსაკენ მიემართება. ამ ადგილას ნამუხან ჰესის მშენებლობაა განზრახული. ეს ფერდობები მძიმე ტექნიკის გადაადგილებისათვის მოიჭრება. წამში შეიცვლება აქაურობა. დაჭრილი ბუნება ვალში არასოდეს რჩება. რა მოჰყვება ამას? ჰესის უზარმაზარი წყლის მასა მოიცავს კარსტულ და მეწყრულ უბნებს, რაც დამატებით საფრთხეს ქმნის. მეწყრების მნიშვნელოვანი ნაწილები ჰესით დატბორვაში ხვდება და მიწის უზარმაზარი მასების მოწყვეტას გამოიწვევს. საკავშირო კომისიამ დიდი საფრთხის შემცველობის და მოსალოდნელი ზიანის გამო უარყოფითი დასკვნა გამოიტანა და შეჩერდა მოსამზადებელი სამუშაოები. მაშინ საბჭოთა კავშირის საპატიო ენერგეტიკოსმა და საქართველოს დამსახურებულმა ინჟინერმა ლევან ასათიანმა გადაარჩინა ლეჩხუმი და რიონის ხეობა. ნამოხან ჰესის კაშხლის და რიონის გვირაბში გასაგდები ადგილი. შენებლობა არ მიმდინარეობს. მაინც განხორციელდა გარკვეული სამუშაოები და ზიანიც მიადგა რიონის ხეობის ბუნებას.